ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასაქმების ეპიზოდთან დაკავშირებით სხვა მოწმეებთან ერთად სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად თბილისის მერიის ბაღების სამმართველოს უფროსი რამაზ სულამანიძე დაიკითხა. მან ჩვენება ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცა. სულამანიძის განცხადებით დასაქმების პროგრამის ფარგლებში 21,000 ადამიანის დასაქმება მათი პოლიტიკური აქტივობების მიხედვით მოხდა და ამასთან დაკავშირებით ის სიებს გუბერნატორებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობებისგან იღებდა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა რომ მელაპარაკა ვანო მერაბიშვილთან ვილაპარაკეთ და ეს პროგრამა დასაქმების სამინისტროს ვერ გაკაჩა, ვერ შეძლო ამ ხალხის მართვა, ისედაც ახალი მთავრობა მოსული საერთო აპირებად დასაქმების სამინისტროს გაუქმებასო და საერთოდ გავაუქმოთ ეს პროგრამაო, აი ეს ნაწილიო და ეს ფული რაც დარჩებაო, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვეტოს თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს. ამის შემდეგ მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს პროგრამა გავაუქმე. მე ამის შესახებ საჭიროებს მივიცით რომ დავალება რომ გააკეთეს ეს პროგრამა რომ ასე ვთქვათ, გააყენოს შეფულები რომ ამას გააკეთებს მე დასაქმების სამსახური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხარი თქვენ და არა ზურაბ ჭიაბერაშვილს. რას ვფიქრობთ, ეს რატომ მოხდა თქვენთან დაკავშირება და არა პირდაპირ ზურაბ ჭიაბერაშვილს? კონკრეტულ მომენტში ზურაბ ჭიაბერაშვილი არ იყო თბილისში, მე როგორც ვიცი. ამის შემდეგ რამაზ სულამანიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი თქმით ის პროკურატურაში 4-ჯერ იმყოფებოდა. მეხუთეჯერ კი ის უშუალოდ ლაშა ნაცვლიშვილს შეხვდა, რომელმაც გადასცა დადგენილება იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა. ამის საქმეს გამოძებას აწარმოებდა დასავლეთ საქართველოს პროკურატურა. ლაშა ნაცვლიშვილი განთავისუფლებულია თანამდებობიდან უკვე რამდენიმე შეიძლება თვეზე მეტია. საიდან გამომდინარეობდა მასთან თქვენი შეხვედრა, რა უნდა და რაზე ისაუბრეთ? ეს ადრე იყო. ხო, აი ადრე რო იყო, რასთან დაკავშირებით? ამ საქმესთან დაკავშირებით გამომიკითხა და მითხრა რომ ჩემი ისე ვთქვათ ბრალეულობა ნაკლები ამ საქმეში. შემდეგ უკვე ქუთაისის პროკურატურამ დამირეკა და განუცა სამართლებრივი დევნის აღწევის შესახებ. ლაშა ნაცვლიშვილს ვაღარ ვთქვია თქვენთვის, რომ მისთვის თავად მიზანი იყო მერაბიშვილის დაკავება და თქვენ ამ შემთხვევაში იყავით საერთოდ არამნიშვნელოვანი ადამიანი. არა, იქ ჩემზე იყო კონკრეტულად საუბარი. ხომ არ შემოუწია თქვენი პირ ჭიაბერაშვილისთვის? არ შემოუწია, მაგრამ ანალოგიური განწყობაც ჭიაბერაშვილის მიმართ ჰქონდა, რომ იცნობდა მას როგორც პატრიოტულ ადამიანს. დღესვე ვანო მერაბიშვილმა მიმართა პროკურატურას შუამდგომლობით 13 დეკემბრის ნაცვლად პროცესი მომავალ კვირას დანიშნულიყო, თუმცა უარი მიიღო. შესაბამისად, სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალგან ახდდება.